ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. ფოთის ნავსადგურის ფეკალური წყლები დაბინძურებისთვის გემის კაპიტანი 65,000 ლარით დაჯარიმდა. უმრავლესობის დეპუტატები ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდებიან. რადიო თინეთის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ახალ ამბებს 17 საათზე თია შონია გაგაცნობთ. სოხუმში ჩატარდა აქცია გეორგიევსკის ლენტი, რომელიც 1941-45 წლებში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლის თავს მიეძღვნა. წერს ინტერნეტ გამოცემა სპუტნიკ აფხაზია. ქალაქის ეგრეთ წოდებულმა ადმინისტრაციამ თქვა, რომ უკვე მრავალი წელია მხარს უჭერს ამ აქციას, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება. გამოცემის ინფორმაციით 70 ქვეყანაში შექმნილი 150-მდე პუნქტი, სადაც დარიგდებდა გეორგიევსკის ლენტები. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მწურავი გემი 65,000 ლარი დააჯარიმეს. სანქციები გემის კაპიტნის წინააღმდეგ მას შემდეგ გატარდა, რაც გემმა ფოთის ნავსადგურის სამეურნეო ფეკალური წყლები დააბინძურა. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა კი 4,500 ლარი შეადგინა. ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გემის კაპიტნისთვის დაკისრებული ჯარიმა 65,000 ლარი და ზიანი 4,500 ლარი სამართალდამღვრევმა პირმა უკვე გადაიხადა, რის შემდგომ გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვა. ესპანეთის ქალაქ ესტეპონაში ოფიციალური ვიზიტით სამეგრელოს გამოსვენების ხარისხში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შოვნია, ქალაქ ზუგდიდის მერი და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებიან. მხარის გუბერნატორმა ესპანეთში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა, ხელი მოაწერა ქალაქ ზუგდიდსა და ქალაქ ესტეპონას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. 28 აპრილს 12 საათზე შოთა მესხია ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების წევრი დეპუტატები მოსახლეობას შეხვდებიან. საპარლამენტო ფრაქციის საქმიანობაზე ისაუბრებენ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ვორსკი, ასევე ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვები. საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის სესიით დასრულდება, რომლის დროსაც დეპუტატები მოსახლეობის კითხვებს უპასუხებენ. შეხვედრაზე დასწრება არის თავისუფალი. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო, საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიამ ქალაქ ზუგდიდის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების საჯარო განხილვა გამართა. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოქალაქეთა თანამშრომლობის გაღრმავება, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში, რაც ბუნებრივია ხელს უწყობს გამჭვირვალობისა და ანგარიშ ვალდებულების მექანიზმის გაზრდას. 50 წლის ელიზბარ დურგლიშვილის შვილთან ერთად გორის რაიონში მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვარს მწყემსავდა ინციდენტი სოფელ ბერშუეთში გუშინ საღამოს მოხდა. ოჯახის წევრების თქმით, დურგლიშვილს ეგრეთ წოდებული საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოსმა სეპარატისტებმა აიყვანეს. საოკუპაციო რეჟიმი ელიზბარ დურგლიშვილის ოჯახს ამ დრომდე არ დაკავშირებია. მოკლული ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანის პირველი ოჯახი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ხარძიანის ყოფილი მეუღლე და შვილები ამბობენ, რომ მკვლელობა ბესიკ ხარძიანის მისმა მეორე მეუღლემ ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა. ხარძიანის შვილი მიხეილ ხარძიანი ამბობს, რომ საფრთხემის სიცოცხლესაც ემუქრება. ისინი ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობენ. პირველად მე მიმაჩნია, რომ მამა დააჭერინა ეკა ნონიკაშვილმა ქონების მითვისების გამო მის გარდაცვალებაც მიმაჩნია, რომ დაუკვეთა მან. აცხადებს მისი შვილი მიხეილ ხარძიანი დღეს ბრიფინგზე. მოკლული ბიზნესმენის პირველი მეუღლე და შვილები გია უდესიანისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველ კლასელთა რეგისტრაციის განრიგი უკვე გამოაქვეყნა დღეიდან 4 მაისამდე სკოლაში დასარეგისტრირებლად. ასევე შეგახსენებთ, რომ დარეგისტრირებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს კონკრეტულ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, ან რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად 2 ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში, 15 მაისიდან 9 ივნისამდე კი საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია ჩატარდება. სამინისტროს ცნობით რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნას შეესაბამება. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების აგენტოს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ახალკაციშვილმა თანამდებობა დატოვა. განცხადება გაავრცელა, რაც ნათქვამია, რომ გადადგა დიდ გავრცელებული ინფორმაციის გამო თითქოს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობით კანონი დარღვია. ის აცხადებს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ქონია, თუმცა თანამდებობას ტოვებს, რათა სააგენტოს ჩრდილი არ მიადგეს.
წიგნის საერთაშორისო დღესა და საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ განათლებისა და განვითარების ცენტრი აკადემუსი, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა და დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. აქციაზე მისულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთისთვის წიგნები საჩუქრად გადაეცათ. დღის მთავარი ამბები 17 საათზე რადიო ეთნიათის პირდაპირ ეთერში თია შონიამ გაგაცანით. რადიო ეთნიათის საინფორმაციო სამსახური ხვალამდე კეთილი სურვილებით დაგემშვიდობებათ. ნახვამდის.